ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია დავით სერგეენკო, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი და ვაგრძელებთ მასთან საუბარს. ბატონო დავით, ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ ფსიქიატრია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგი უნდა იყოს დღევანდელ საქართველოში, იმიტომ რომ ამ მხრივ არის ძალიან რთული ვითარება და ინვალიდობის ყველაზე დიდი წილიო მოდის აი ამ ფსიქიატრიულ დაავადებებზე და ეს თითქოს აი უკვე სოციალურ პრობლემად არის გადაქცეული. წინა ხელისუფლების დროს ამ დარგის მიმართ არ იყო განსაკუთრებული დამოკიდებულება პირიქით. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ანუ მიხედვა ჭირდება თუ არა, ანუ სერიოზული და არის თუ არა რეალურად მართლაც პრიორიტეტი? ზოგადად ჯანდაცვაში რთული ან შეუძლებელია პრიორიტეტის გამოყოფა. ყველა მიმართულება პრიორიტეტული არის და ეს არ არის რაღაც უბრალოდ ზოგადი ფრაზა. შეიძლება გააკეთებთ ამ დარგის. მაგრამ ამ ფსიქიურად ასეთ აშლილ პირობებში განსაკუთრებული შემთხვევა არის ზოგადად სულიერი ფსიქიკური ჯანმრთელობა, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა, ერთ-ერთი უზენაეს მოვალეობათაგანი ზრუნვა ასეთ ადამიანებზე, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ეს პირდაპირ მოვალეობა ერთ-ერთი მთავართაგანი სულიერად დაავადებულ ადამიანებზე. უბრალო ნევროზებიც ხო ამათი ისე ვთქვათ ამ დარგის სპეციალისტების არის, ანუ მათ კომპეტენციაში შედის. შეიძლება იყოს ძიმე, ხო როგორც ვიცი, ნევროზი და არ არის აუცილებლად ძალიან ფსიქიურად დაავადებული. სულია და რაღაც მკვეთრი საზღვრის გატარება რეალურ ფსიქიატრიულ დაავადებებთან, დაუშვათ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან და ჯანსაღმოსახლეობასთან. ეს საკმაოდ ისეთი რთული ვირტუალური საზღვარი არის, მაგრამ ცალსახად არის გამოყოფილი მდგომარეობის ჩამონათვალი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ფსიქიატრიული დაავადება. თქვენ ნარკომანიას, ალკოჰოლიზმს აქ სულიერ აშლილობა არ არის, ეს სხვა მიმართულება არის. აქ ძირითადად აქცენტი არის სტაციონარებში, რომელშიც მართლაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ეს არ არის სიახლე და ჩვენ მთელი სტრატეგია შევქმნით, როგორ უნდა შევცვალოთ ეს მიმართულება, როგორ უნდა შევცვალოთ ეს არსებული პარიტეტი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ბიუჯეტის გამოყოფა, ეს არ არის მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა, არამედ ეს არის ეგრეთ წოდებული ოკუპაციური, ანუ ურთიერთობითი და გარემოსთან ურთიერთობითი მკურნალობა. ამაზე ნამდვილად არ არის იდეალური მდგომარეობა დღეს საქართველოში. ეხლა როგორ არის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში თუ არ ვწდები განყოფილებები ამის და არა ის ერთი ანი კლინიკა აღარ არსებობს და ესე სწორად ვიცი? არის რამოდენიმე ფსიქიატრიული სტაციონარი არის საქართველოში, ძირითადად ორი ტიპის ბავშვთა და მოზრდილთა, თუმცა მწვავე-ფსიქიური აშლილობების მართვა დამატებით შეუძლია რამოდენიმე კლინიკას, მაგრამ ხანგრძლივი სტაციონარული მკურნალობისთვის ესეთი დაწესებულება ბევრი არ არის საქართველოში. ბევრი არ არის თუ რაოდენობრივად საკმარისია, მაგრამ თვისობრივად იქ მოვლის ხარისხი არ არის ის, რაც უნდა იყოს. მნიშვნელოვანი ცვლილებები არის გასტარებელი და მე მართლაც შემიძლია ოპტიმისტურად გითხრათ, რომ გეგმა სტრატეგია შემუშავებულია, გადის ტესტირების ფაზას და ვფიქრობ, რომ ამის მართვას შევძლებთ ეფექტურად. თუმცა რა თქმა უნდა, ამასაც თავისი დრო ჭირდება. დავით, სპეციალისტები სააფთიაქო ნარკომანიაზე საუბრობენ და რომ აუცილებელია რეცეპტების შემოღება, ვინაიდან უპრობლემოდ გაყიდულ წამლებთან დაკავშირებით შემდეგ მოზარდები მოიხმარება, თქვა სხვადასხვა ნივთიერებებში ურევენ და კატასტროფული ვითარება. დღეს პარლამენტი განიხილავდა საკანონმდებლო ინიციატივას პირველი ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე, იქ რაღაც ცვლილება არის ჯარიმებში და ასევე მოზრდილთათვის პირველი ჯგუფის არასრულწლოვანებისთვის რეცეპტით გასაცემი წამლების მიყიდვა აიკრძალება, რომელიც პირველ ჯგუფს არის მიკუთვნებული. აი რა მედიკამენტებია ეს და არის თუ არა ეს ის ინიციატივა, როგორც თქვენ ერთ-ერთ ეთერში სხვათა შორის მაესტროში საუბრობდით, რომ რეცეპტები უნდა იქნას შემოღებული. არის ეს ნაბიჯი მაქეთკენ თუ ეს რაღაც კონკრეტულ მედიკამენტების ჯგუფს ეხება, იქნება უფრო დაგვიკონკრეტოთ? მოდით ესე ვთქვათ, პირობითად ყველა მედიკამენტი შეგვიძლია გავყოთ სამ ჯგუფად. ერთი არის ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები, რომელიც ისედაც ექვემდებარება რეცეპტით გაცემას. მეორე ჯგუფი არის ასევე პირობითად დავახასიათებ ის მედიკამენტები, რომლებიც გარკვეული დაავადების დროს გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება, თუმცა ბევრი ადამიანი იყენებს არადანიშნულებისამებრ იმისათვის, რომ გამოიწვიოს ნარკოტიკული თხრობა. ამ მეორე ჯგუფის პრეპარატებზე დღემდე არსებული პარიტეტი იყო, რომ
რეგულაციაში ეწერა რომ უნდა გაეცემოდეს რეცეპტით, მაგრამ თუ მოვა მყიდველი და რეცეპტი არ ექნება, მაშინაც შეგიძლია მიცე. ანუ საერთოდ არაფერი არ ეწერა. ხო, კარგავდა ეს ყველაფერი. დღეს დილიდან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში იყვნენ ჩვენი დეპარტამენტის წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე. გაიარეს ყველა დეტალი, მართალი გითხრათ, აქ არც იყო რაიმე დიდი კონფლიქტის, ანუ რაიმე განსაკუთრებული ვნებათაღეობის საგანი, ეს არის სპეციალური თემა, რომელსაც ჭირდება ექსპერტული ჩარევა, რაც დღეს გაკეთდა. მეორე ჯგუფს ეხება, ანუ ეს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული წამალი რას ეხება? იმას, რომელიც თქვენ მეორე დახსენეთ, თრობას, რასაც იწვევს? დიახ, არის მედიკამენტები, მაგალითად, არ დავასახელოთ, რომ არ წაიმახსოვრო. რომელსაც იყენებენ არა დანიშნულებისამებრ და მასზე ვრცელდებოდა რეგულაცია, რომ შეუძლია აიღოს ურეცეპტო თაც. აი ეს დაშვება მოიხსნა და გახდა სავალდებულო, რომ ეს გაიცეს რეცეპტი. ეს არასრულწლოვანების გარდა შეიძლება ასაკში შესული ადამიანებიც არიან დამოკიდებულები, ანუ შეიძლება რომ მათაც გამოიყენოს ეს მარტო ასაკობრივი ამ ჯგუფს ეხება. სამწუხაროდ მთელი სპექტრია ესეთი ადამიანების. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, რომ არის თუ არა ეს ნაბიჯი რეცეპტების ინსტიტუტის გაფართოებაზე, კი შეგვიძლია ეს პირველ ნაბიჯად განვიხილოთ. ეს არ იქნება მყისიერი და სრული ფრონტით. რადგან სოციალურად ანუ მოსახლეობას ესეთი არგუმენტია, რომ არ აქვს საშუალება ამ რეცეპტების მიღებიდან მისვლის. მაგრამ დღეს ამ დაზღვევის პირობებში, ასე ვთქვათ, არის უკვე ესეთი გარემო, რომ შესაძლებელია. როდისთვის შეიძლება ეს ამოქმედდეს? ეს უკვე შესაძლებელია და უკვე მალევე ამოქმედდება, რაც შეეხება გაძვირებას, ჩვენ ეს თვეები მიუძღვენთ იმას, რომ გავუკეთებია ანალიზი და მოდელირება, რომ ეს ასე არ მოხდარიყო და ეს ასე არ მოხდება ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ოჯახის ექიმთან მისვლას საქართველოს მოსახლეობის 100% შეუძლია უკვე, ანუ საყოველთაო ჯანდაცვა მესაკითხი მოხსნა და მეორე არ არის აუცილებელი ქრონიკული დაავადებების დროს ყოველი ახალი კოლოფის საყიდელად მივიდეს ექიმთან. ამისათვის არის ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტი, რომელთაც შეუძლია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისარგებლოს პაციენტმა და ყოველ განახლებაზე და ყიდვაზე არ დაჭირდეს ექიმთან ვიზიტი. საქართველოში მიჩვეულებას მაგალითად თავის ტკივილის წამლებს ჩვენ თვითონ ვიწერთ ჩვენთვის რაღაც ტიპის წამლებს და ურეცეპტებით და ურეცეპტოდ დავდივართ. შეიძლება ეს არის ყველაზე სახიფათო, რა თქმა უნდა, ცუდია და საგანგაშოარი, როდესაც სააფთიაქო ნარკომანები ყალიბდებიან, მაგრამ დამერწმუნდეს მასშტაბით ბევრად უფრო ცუდი არის თვითმკურნალობა, იმიტომ რომ ჩვენ შევეჩვევთ, რომ უკვე რაღაცებს ჩვენ თვითონ უნიშნავთ. Every მიზეზი აქვს ამას. არ შეიძლება უბრალოდ მაგრამ ექიმი თუ გამოუწერს, ასე ვთქვათ, მე ეს პრობლემები იხსნება, ხო? ანუ რეცეპტი უფრო იცავს, ასე ვთქვათ, იგივე იმ სააფთიაქო ნარკომანსაც, ხო? რეცეპტს ბევრი ფუნქცია აქვს, ბევრი დადებითი ფუნქცია აქვს და აქვს ესეთი თვისებაც, რომ აი დაუშვათ მოყვეს რეზონანსი, რომ აი რა გვეშველება რეცეპტის დანერგვა გააძვიროს მედიკამენტებს. არ მოხდება ეს არის გააზრებული და გათვლილი და კარგად შესწავლილი. აი ყველა წამალზე როდის შეიძლება იყოს რეცეპტი მას? არსებობს რეცეპტით გაცემის რამოდენიმე, ასე ვთქვათ, დონე. უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, მაგალითად ეს არის ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად ეს არის ვიტამინები და ჰიგიენური მოვლის საშუალებები, რომელიც შეიძლება იყიდო ურეცეპტოდ. ყველაფერი დანარჩენი ექვემდებარება რეცეპტების ტკივილგამაყუჩებელი ურეცეპტი. ტკივილგამაყუჩებელს გულისხმობ არანარკოტიკულს, რა თქმა უნდა, პარაცეტამოლი, ადვილი, ასე შემდეგ. რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, არა, სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს. ჩვენ გვექნება კიდე ერთი გაფართოება, ეს იქნება გულსიძახთა სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები და ანტიბიოტიკები, იმიტომ რომ ამასაც თავისი დასაბუთება აქვს, რომ შევამციროთ არამიზნობრივი თვით დანიშნულებით გამოყენება. ამის გასაგები. ბატონო დავით, ნარკომანის დეკრიმინალიზაციაზე რა აზრის ხართ? ანუ ერთადერთი ცივილიზებულ ქვეყნებში, ასე ვთქვათ, ასეთ ადამიანებს, ანუ რაღაც წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს ყველაზე დიდი შიდნენ, ასე ვთქვათ, იწულებითი მკურნალობით, ხო? ჩვენთან საკმაოდ მკაცრი ჯარიმებია. თქვენი პოზიცია გვაინტერესებს, უნდა იყოს ეს დეკრიმინალიზებული ეს მიმართულება თუ არა? მოდით ესე ვთქვათ, რომ სპეციფიკა და დრო ჭირდება რაღაც ეტაპობრივად, მაგრამ მაინც უკეთად. დეკრიმინალიზაცია თავის მხრივ ალბათ ამ შემთხვევისთვის უნდა გავმარტოთ. ეს არ არის
ლეგალიზაცია და ეს არ არის რომ არავის არაფერი არ მოეთხოვება. ამ პროექტზე ჩვენ ვაღიარებთ რომ ეს პროექტი გადახედვა ეს კანონმდებლობა გადახედვა საჭიროებს ოღონდ არა ლიბერალიზაციისკენ რა თქმა უნდა. მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს და ეს მოხდა კიდევაც მომხმარებელი გამსაღებელი რომელიც პრინციპულად განსხვავებულია. აქ არის მომხმარებლებზე ლაპარაკი, მე ამას გულისხმობ როცა. მომხმარებელზე რა თქმა უნდა ამაზე უკვე პროექტი გაკეთებული არის და ეხლა ახალი კანონპროექტი და ეხლა აი ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიდის მოდელირება, ეგრეთ წოდებული SWOT ანალიზი, პლუსები, მინუსები, რისკები და საფრთხეები. ანუ როდისთვის იქნება? მე ვფიქრობ რომ უახლოესი თვის თვენახევრის განმავლობაში ამას დიდი ხანი არ უნდა დაჭირდეს ამ სიტუაციას. რა ტიპის ჯარიმებია, რა ტიპის სანქციებია იქ თუ მომხმარებელზე არის? დაწყებული არის ფინანსური ჯარიმებიდან ადმინისტრაციული ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა. აქ ძალიან მკვეთრად მკაფიოდ არის განსაზღვრული მინიმალური რაოდენობები თითოეული ნარკოტიკული საშუალებისათვის, თითოეულისათვის ამაზე ბევრი შრომა იქნა გაწეული. არის მკაცრად დეფინირებული განმეორებითობის სანქციები, ასე ვთქვათ. ანუ ჩემი აზრით ეს არის ესეთი კარგად წყობრად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს იგივე ლეგალიზაციასთან დაუშვათ მარიხუანის ლეგალიზაციასთან. ლეგალიზაცია საერთოდ არ მოიაზრება. ძალოვნები თუ მოდიან თანამშრომლობის დროს, ამიტომ ჩვენ ვიცით რომ მათი მხრიდან არის გარკვეული წინააღმდეგობა ამ პროცესში. ეს რაღაც გარკვეული შემოსავალიც არის მათთვის, ანუ ეს ჯარიმები და ისინი როგორ გეთანამშრომლობიან? ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ამ კანონპროექტის ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს სახელმწიფო კომისიის, სამთავრობო კომისიის ფორმატით, რომელსაც შედგება შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. ანუ აქ არის სრული კოორდინაცია და ამ შეხვედრებისას გადაწყვეტილებას იღებენ გადაწყვეტილების მიმღები მოხელეები, ასე რომ ბატონ დავით, მე მინდა გკითხოთ ამერიკაში მიემგზავრებით დღეს გვიან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, რა შეხვედრები გაქვთ იქ და აი ამ ვიზიტის მნიშვნელობა რა იქნება, ვთქვათ, ფინანსურ დახმარებას ელოდებით, ისე რას ელოდებით, მოკლედ. ამ ვიზიტის მნიშვნელობა ალბათ ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიზიტი იმ 9 თვის განმავლობაში, რაც მე ამ პოზიციაზე მუშაობ. ამ ვიზიტის მომზადებას დაჭირდა საკმაოდ დიდი რესურსი. შეხვედრის ფორმატი არის სენატორებთან, შეხვედრის ფორმატი არის ჯანდაცვის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტთან, კიბოს ეროვნულ ინსტიტუტთან, სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრირების ხელმძღვანელებთან და ასევე რამოდენიმე საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ამოცანა არის არამედ ფინანსური დახმარება, თუმცა ეს შეიძლება განიხილებოდეს არამედ ექსპერტული და ტექნიკური დახმარება მთავარ მიმართულებებზე, რომ შევქმნათ სამედიცინო ხარისხის კონტროლის სისტემა საქართველოში, რომელიც არ არსებობს სამწუხაროდ დღის მდგომარეობითაც კი. მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც შეამოწმებს რა ხარისხის კონტროლის მექანიზმი. ეს არის პრევენცია, ეს არის ისეთი სისტემის ჩადება, რომელიც იცავს სამედიცინო შესწავლას. ბატონ დავით, თქვენ მოგიყვებიან ამის შესახებ, ვინაიდან ვიცით რომ მარტო თქვენ მიემგზავრებით და თქვენ მიიღებთ ამ გამოცდილებას თუ ისინი ჩამოვლენ შემდგომში და აქ დაგეხმარებიან. სწორედ ამაზე ექსპერტულ ტექნიკურ დახმარებაზე, როგორც ჩვენი სპეციალისტების მომზადებაზე იქ, ასევე მათ აქ ვიზიტზე და ამ პროექტის განხორციელებაზე, ისევე როგორც ჯერჯერობით სამწუხაროდ საქართველოში არსებული ონკოლოგიის ნაციონალური სტრატეგიის შექმნაზე და მის ამუშავებაზე და მის მიმდინარეობის მონიტორინგზე, ისევე როგორც მედიკამენტების ხარისხის სისტემის შექმნაზე, ამუშავებაზე და წყობრი მუშაობის უზრუნველყოფაზე. ამ პროგრამებს მინდა აფინანსოს. როგორც წესი, ეს მოლაპარაკების საგან იქნება, როგორც წესი ესეთ პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი და ჩვენ გვაქვს ამისთვის გამოყოფილი ხარისხის კონტროლისთვის და ასე შემდეგ, ასევე დონორები და არ ვიცი ეს მოლაპარაკების საგან იქნება, შეიძლება ეს იყოს ამერიკის მთავრობა, თუმცა ეს შეხვედრებზე გაიგო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ
სხვათა შორის წეგან ვიხსენებდით სარეკლამო პაუზის დროს თქვენ პრაქტიკოსი ექიმიც ხართ და ერთ-ერთი წინასტუმრობა დამამახსოვრდა იმით, რომ გავიგე, რომ წნევის გაზომვა უნდა მოხდეს, ეხლა ჩვენი მაყურებლისთვის სასარგებლო რჩევა 15 წუთი უნდა იჯდეს და შემდეგ უნდა გაიზომოთ წნევა. თითო ვიზიტზე ეს თითო სასარგებლო რჩევა პრაქტიკოსი ექიმისგან კარგი იქნება. ძალიან დიდი მადლობა. დავით სერგეენკო იყო ჩვენი სტუმარი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.